მოგესალმებით. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ჯანჯაფილის, იგივე კოჭას სასარგებლო თვისებებზე. ჩვენ წარმოვიდგენთ მის 12 სასარგებლო თვისებას. პირველი. იგი ხელს უწყობს პირისხვროს სიზოფთავეს. ჯანჯაფილის ანტიბაქტერიულმა ძალამ შესაძლოა გაგინათოთ ღიმილი. მასში შემავალი აქტიური ნაერთები ხელს უშლის პირისხვროს ბაქტერიების ზრდას. ეს ბაქტერიები იგივეა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პარადონტის დაავადება და ღვიძლების სერიოზული ინფექცია. მეორე. ანელებს გულის რევის შეგრძნებას. ის ეფექტურია ზღვის დაავადებისა და ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულის რევის დროს. გარდა ამისა, ის ღბელძიმების დროს გულის რევის დასაძლევად გამოიყენება. მესამე. ის ეფექტურია ართრიტის დროს. ჯანჯაფილი ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა. ის ამცირებს შეშუპებას. ის ასევე შეიძლება გამოდგეს როგორც რევმატოიდული ართრიტის, ასევე ოსტეოარტრიტის სიმპტომების სამკურნალოდ. ტკივილისა და შეშუპებისგან განთავისუფლებისთვის ჯანჯაფილი ან ორალური გზით უნდა მიიღოთ, ან კომპრესის ან ნაყენის გამოყენებით. მეოთხე. ამცირებს სიმსივნის ზრდას. მისმა ბიოაქტიურმა მოლეკულებმა შეიძლება შეანელონ კიბოს ზოგიერთი სახეობა, როგორიცაა მსხვილი ნაწლავი, სკანის, კერდის, საკურთხისა და ღვიძლის კიბო, თუმცა მეტი კვლევა არის საჭირო ამის ზუსტად დასადგენად. მეხუთე. აქვეითებს შაქარს სისხლში. ბოლო დროს ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ჯანჯაფილი შეიძლება დაეხმაროს ორგანიზმის ინსულინის უკეთ გამოყენებაში, თუმცა მეტი კვლევის ჩატარება არის საჭირო იმის დასადგენად, შეუძლია თუ არა ჯანჯაფილს სისხლში შაქრის დონის გაუმჯობესება. მეექვსე. ამარტივებს პერიოდულ ტკივილს. მენსტრუალური ტკივილის დროს ჯანჯაფილის ფხვნილი გამოიყენება. კვლევაში ქალებმა, რომლებმაც მიიღეს 1500 მგ ჯანჯაფილის ფხვნილი, დღეში ერთხელ 3 დღის განმავლობაში გრძნობდნენ ნაკლებ ტკივილს ციკლის დროს, ვიდრე ქალები, რომლებმაც ის არ მიიღეს. მეშვიდე. ამცირებს ქოლესტერინს. დღეში 5 გრამი კოჭას მიღება 3 თვის განმავლობაში ახდენს ქოლესტერინის დონის ნორმალიზებას. მერვე. იცავს სხვადასხვა დაავადებისაგან. მისი ნაერთები ხელს უშლის სტრესის და დნმ-ის დაზიანებას. ეფექტურია ქრონიკული დაავადების წინააღმდეგ, როგორიცაა მაღალი წნევა, გულის დაავადება. ის გამოიყენება ჩაის სახით, ყელის ტკივილისა და ხველის შესამსუბუქებლად. მეცხრე. ჯანჯაფილი საჭმლის მონელებას აუმჯობესებს და ებრძვის წყლულს. ჯანჯაფილი ხელს უშლის წყლულების წარმოქმნას და დისპეპციისგან ათავისუფლებს, რაც საჭმლის მონელების დარღვევით გამოიხატება. ჯანჯაფილის ჭამის წინ მიღება ხელს უწყობს ადვილ მონელებას. მეათე. ხსნის ასთმას. ჯანჯაფილი ტრადიციულად გამოიყენებოდა როგორც მედიკამენტი სუნთქვის დარღვევების სამკურნალოდ. ბოლოდროინდელმა კვლევებმა ასევე ცხადყო მისი ნათების საწინააღმდეგო თვისება. მასში არსებული ნაერთები ხსნის ასთმას. მე-11. ღვიძლის დაცვა. ჯანჯაფილი ხელს უწყობს ჰეპატოტოქსურობის თავიდან აცილებას. იგი ასევე ღვიძლს იცავს კადმიუმისაგან. მე-12. ხსნის კუნთოვან ტკივილს. იგი ცნობილია კუნთის ტკივილისა და ვარჯიშის შედეგად გამოწვეული ტკივილისაგან დასაცავად. ნედლი და თერმულად დამუშავებული ჯანჯაფილის ყოველდღიური მოხმარება ხსნის კუნთის ტკივილს და ამცირებს ვარჯიშის შემდგომ გამოწვეული ტრავმებს. მადლობა ყურადღებისთვის. თუ მოგეწონათ ვიდეო, მოიწონეთ და გამოიწერეთ არხი.